პოპულიზმი თუ შესაძლებლობა რა განსაზღვრავს საქართველოში სურსათის მაღალ ფასებს ამ თემაზე ვაგრძელებთ საუბარს სტუდიაში ლაშა რიჟამაძე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბექა ნაცმლიშვილი პოლიტეკონომისტი და ასევე გვერდდება სტუდიაში და პირდაპირ ხაზზე შემოგვერდდება იან ნადარეიშვილი რიტეილ ექსპერტი მოგესალმებით მადლობა რომ მიდევთ გადაცემაში მონაწილეობას იას მინდა რომ ვთხოვო პირველი კომენტარი დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ მადლობა რომ გვერდდებით გადაცემაში ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ წლების განმავლობაში მაღალ ფასებზე რომელიც რეალურად არის იმაზეც გვისაუბრია რომ 18%-იანი გადასახადი არის მაღალი, გავიგეთ რომ არის 18% და მაგალითად მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს 8 ლარიან კარაქში შეიძლება ლარნახევარი მოდიოდეს ამ გადასახადზე, მაგრამ მიღმა ამისა მაინც ძალიან ძვირია ის პროდუქტები, რაც დახლზე მომხმარებელს ხვდება. რა განსაზღვრავს ქვეყანაში ამ მაღალ ფასებს და როგორ აფასებთ ზოგადად იმ განცხადებას, რაც გუშინ თითქმის 3 წლიანი დაგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ უკვე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ათია, მივესალმები სტუდიაში მყოფ სტუმრებს, ასევე ჩვენს მაყურებელს. საკითხი ძალიან სენსიტიური, ეხება თვითონ ჩვენთაგან შესწორედ ამ თქვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა მინდა დავიწყებ იმ თემაზე საუბრით, როდესაც საუბრობთ მაღალ ფასზე, რა არის თვითონ ამ მაღალი ფასის ლოგიკის მიღმა. ზოგადად ფასწარმოქმნა რამოდენიმე მიმართულებით, ანუ რამოდენიმე საფუძვლით ყალიბდება და ერთ-ერთი არის ფიდღირებულებაზე, ანუ ხარჯზე დაფუძნებული ფასწარმოქმნა. ანუ ეს არის ის, რომ მაგალითად რა უჯდება ბიზნესს, რა აქვს საოპერაციო ხარჯები, რა არის თვითღირებულება ამ პროდუქტის, რა არის შესაძლებელი ფასი და აი ამ საბოლოო თვითღირებულებაზე, ანუ პროდუქტის ხარჯზე მე ხდება ფასწარმოქმნა. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. და ამ შემთხვევაში ბიზნესი უყურებს ხოლმე რამდენად კონკურენტული გარემო არის იმ ფასნამათთან მიმართებაში, რა ფასნამატით უნდა დაადოს, როგორი არის ჩამონაცვლებელი პროდუქტი ბაზარზე, რა ფასის გადახდაზე არის მზად მომხმარებელი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? ერთის მხრივ შეიძლება ძალიან ლოგიკურ ასე ვთქვათ, ხარჯზე დაფუძნებული ფასნამატის პოლიტიკას მიყვებოდეს კომპანია, მაგრამ მეორეს მხრივ მომხმარებელი მზად არ იყოს ამის ფასის გადახდაში, ხო? აი ძალიან მარტივ მაგალითი ვავიღოთ. პირობითად საფასო სეზონია და ავიღოთ ჩურჩხელის მაგალითი. ხო, ჩურჩხელას დღეს ბაზარზე ვხვდებით, რა ვიცი, 4 ლარად, 5 ლარად გასაყიდი ფასი, ხო? საბოლოო ჯამში მომხმარებლის, ასე ვთქვათ, შესწირვის კალათაში შაქარი, ზეთი, ავიცი, კვერცხი ემატება, მედიკამენტები ემატება და ჩურჩხელას უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩურჩხელის, ვთქვათ, ფასი 5 ლარი შეიძლება ძალიან ლოგიკური იყოს მეწარმის მხრიდან, საცოლო გამყიდველის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში მომხმარებლის კალათაში ეს 5 ლარი უკვე ძალიან ძვირი გამოდიოდეს და ან მომხმარებელი არ იყოს მზად ამ პროდუქტში ამ ფასის გადასახადად, ხო? ან ახლა გამოდიოდეს, მაგრამ გავუმიჯნოთ რა არის ძვირი და რა არის ლოგიკური ფასწარმოქმნა, ხო? ანუ ძვირი შეიძლება იყოს მომხმარებლის ხალხისგან, ანუ რა განსაზღვრავს ფასებს მთავარი, რის გამო ჩვენ საუბრობდით, რომ ბევრი ფაქტორია და გვესმის ეს ყველაფერი უბრალოდ რა განსაზღვრავს, რატომ არის ბევრად ძვირი, რასაც საუბრობთ და ყველავთან ხვდებით ამ ამბავზე, უბრალოდ მიზეზებზე ვლაპარაკობთ სხვას, ხო? ხელისუფლებამ გუშინ თქვა, რომ შეიძლება კარტელული გარიგებები იყოს და ასე. კი ბატონო, მომხმარებლის ყიდულობის უნარიდან გამომდინარე, მაგრამ რა განსაზღვრავს ახლა ამ ფასებს, ეგ იმ ხარჯებს რა წარმოქმნის, აი ამაზე ვისაუბროთ, ხო? ისევ დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენთან ძალიან მცირე არის, ვთქვათ, შიდა წარმოება იმისათვის, რომ პროდუქტმა უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. აი ზუსტად პრემიერის განცხადება რაც იყო, რომ საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი იყო 86%, რაც ახსენა, ხო? რასაც ამბობს, რომ ძალიან მაღალია პროცენტი, მაგრამ აი საზღვრიდან დახლამდე მომხმარებლამ ზუსტად ეს არის ხარჯები, რომელიც წარმოიქმნება და რომელიც არის ტრანზაქციული ხარჯები, ხო? ეს შეიძლება იყოს შიდა დისტრიბუციის ხარჯი, ეს შეიძლება იყოს პროდუქტის დასატყობების ხარჯი, მომსახურების ხარჯი, თანამშრომლის ხელფასები და სხვადასხვა ხარჯების სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება როგორც ტრანზაქციული ხარჯი, იმისათვის, რომ საზღვრიდან ჩვენს დახლამდე მივიღოთ პროდუქცია. გარდა იმისა, რომ ამას ემატება სხვადასხვა საბანკო გადასახადები, ემატება სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები და ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოსაკრებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგულაციები ასევე მოქმედებს პროდუქტის საბოლოო თვითღირებულებაზე. და ფასწარმოქმნას, როდესაც ვამბობთ, აი მაღალი არის ფასწარმოქმნა, ხო? უნდა გამსაწყოთ, რომ ანუ ფასწარმოქმნა არ არის ეს საბოლოო ჯამში მოგება. რა არის
ფასწარმოქმნა რამდენია ფასწარმოქმნა რა არის მოგება ეს რომ გავყოთ და გავმიჯნოთ ასევე იმიტომ რომ გუშინ ისაუბრა 17-14%-ის ფარგლებში პრემიერმა რა შეგიძლიათ უპასუხოთ ამ ნაწილში მონაცემები საჯაროა და ვნახულობთ ჩვენც და არის დაახლოებით 3-4-5%-ის ფარგლებში ზოგიერთი რიტეილის შემთხვევაში წლების განმავლობაში ვხედავდით მათ შორის წაგებაზე გასულს თუმცა მათ რაღაცა სხვა განვითარების ეტაპები ჰქონდათ აი ამაშიც რომ გაგვარკვიოთ გარკვეულწილად რამდენადაც შეგვიძლია კი ბატონო ანუ ის მოუშველიები 2018 წლიდან ძალიან ინტენსიურად არის FMCG ბაზარზე კვლევები ანუ ადგილობრივი კვლევები ჩატარებული მოუშველიებ ბოლო კვლევას რომელიც არის TBC კაპიტალის კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე ძალიან კაფიოდ ჩანს რომ მთლიანი საოპერაციო მარჟა FMCG რიტეილის მიმართულებით არის 21%. ეს ნიშნავს ანუ გასაყიდი ფასს, როდესაც გამოაკლდება პროდუქტის თვითღირებულება, ანუ რა სხვაობა რჩება ორგანიზებულ რიტეილში. აი ამის მერე ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ხარჯი, შეიძლება იყოს იჯარა, აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ელექტროენერგიის ხარჯი, ანუ კომუნალური ხარჯები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამის მერე უკვე რჩება EBITDA მარჟა, რომელიც არის 3%-მდე და ამასაც შევადარებთ თქვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს არის 5% და ზემოთ. ანუ აქაც ანუ ჩანს რომ არ არის საოპერაციო მარჟა მაღალი, არა იმიტომ რომ არ უნდათ რიტეილებს, არამედ უბრალოდ ამ მოცემულობაში ხარჯების მაღალი სტრუქტურიდან გამომდინარე, ანუ ეს ამ მაჩვენებელზე გადიან, რაც ნამდვილად სამუშაო არის რიტეილის მხარეს ერთი წრით და მეორე შეიძლება ეს ყველაფერი ანუ უკეთესი ოპერაციული ეფექტურობის მუშაობის ფარგლებში დადებითად აისახოს გასაკეთებელ ფასზე, მაგრამ დღევანდელი ვინ უნდა იმუშაოს და რა ნაწილში მუშაობა შეცვლიდა და გაუმჯობესებდა სამხმარებლო ტახტზე მიტანილი ფასის ღირებულებას. დიახ, ანუ აუცილებელია რომ ამას შევხედოთ სისტემურად. ანუ სისტემურად მიწოდების ღირებულება და ჯაჭვში. ანუ როდესაც ვაპარაკობთ საზღვრიდან დახლამდე ძალიან ბევრი რგოლი არის ჩართული. ჩართულია სადისტრიბუციო მხარე, ლოგისტიკური მხარე, რიტეილერის მხარე და ასევე რა თქმა უნდა მომწოდების ნაწილში. ხომ საქართველოს ბაზარი არ არის იმდენად დიდი ბაზარი, როდესაც ჩვენ იმპორტზე შემოგვაქვს პროდუქცია, რომ მათთვის აქ რაღაცა განსაკუთრებული შესაძლებელი ფასები მოხდა. ხო, ანუ მომწოდების მომხმარებლის დახლამდე ჯაჭვში ჩართული თითოეული ასე ვთქვათ რგოლში ძალიან მნიშვნელოვანი არის სამუშაო პროცესი. კოორდინირებული მუშაობა და სისტემურად ამ თემაზე მუშაობა. ანუ ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ რიტეილის მხარეს, იმიტომ რომ რიტეილის სასწავლო ვაჭრობა არის მის ბიზნეს მოდელი არის მასშტაბირება, ანუ ბევრი პროდუქტის გაყიდვა რაოდენობაში, სწრაფი ბიზნეს პროცესი და ეფექტურობის შექმნა და არა მაღალი მარჟა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და მაღალი კონკურენციის პირობებში და ზუსტად იმ ერთი ისე კვლევა რომ მოვიშველიოთ, ანუ მომხმარებელი რა კეთილად აკეთებს აქცენტს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი კომპონენტი, ეს არის ფასი. მომხმარებელი ამოწმებს, რომ ფასი არის მნიშვნელოვანი, კონკურენციის სააგენტოს დასწრებით არის ნაჩვენები, რომ ბაზარი არის დაბალკონცენტრირებადი და ძალიან მაღალია კონკურენცია და მაღალი კონკურენციის პირობებში მაღალი მარჟებისა და ალბათ არალოგიკური ფასწარმოქმნის არსებობა აბსოლუტურად ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ანუ არა ეს თემაა. ია, დიდი მადლობა. მადლობა თქვენი დროისთვის. სტუდიაში მინდა რომ გადმოვინაცვლო და ვითხოვო პირველ რიგში შეფასება იმ განცხადებებს, რაც გუშინ მოვისმინეთ. თითქმის 3 წლის წინათ საუბრობდით ამ თემაზე, მაშინდელ განცხადებებზე. რა პირველ რიგში როგორია შეფასება იმ კომენტარზე, იმ შინაარსზე, რაც გუშინ მოვისმინეთ და შემდგომ უკვე ჩავშალოთ რისი შესაძლებლობა გვაქვს და რეალურად რა განსაზღვრავს ფასებს ფიქაკის. კეთილი. ესე იგი, მოდით ესე შევხედოთ. აბსოლუტურად ვეთანხმები ხალბატონს, რომელიც ახლა საუბრობდა, რომ სისტემურად უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი. ანუ ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. ესმით, ეს არ არის ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ საათზე, მაგალითად, ან მანქანაზე, ან ავეჯზე, ჩვენ ვსაუბრობთ სურსათზე, რომელიც, რა ვიცი, ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისთვის არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, კი, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, სადაც პასუხისმგებელია სახელმწიფო და პასუხისმგებლიანი მთავრობა, ეს საკითხები რეგულირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასურსათო უსაფრთხოება. ამიტომ უბრალოდ ბაზრის ლოგიკას რო დავაფუძნოთ ფასწარმოქმნა, ეს არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარმა შეიძლება არ შესთავაზოს მომხმარებელს ის ფასი, რომელიც მისთვის მისაღები იქნება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის საათი, ან ეს არ არის მანქანა, არამედ ეს არის სურსათი, რომელიც მის ყვებით რაციონში ადგენს. გესმით? აქედან გამომდინარე, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს უნდა დარეგულირდეს.
მეორე საკითხი რაც არის, ხა მე 2020 წელს დავარეგისტრირე ეს კანონმდებლობა, რომელზეც ეხლა იქნება საუბარი პარლამენტში, ну მაშინ, რა ვიცი, იგნორირება მოხდა ამის მიუხედავად იმისა, დისტრიბუტორთა ასოციაციას ვიმუშავე და რიტეილის ასოციაციასთან. შემდეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელზეც მეც ვიმუშავე, გამომდინარე იქიდან, რომ Mercy Corp-ი იყო ორგანიზაცია, რომელმაც მე შემომთავაზა ექსპორტობა ამ საკითხში, რადგან გამოცდილება მქონდა და ეკონომიკის სამინისტრო და ვიმუშავე და ის კანონპროექტი არსებობს, მაგრამ რაღაცა წინაღობები შეხვდა, რომელიც გაცხადებულად არ იქნა საზოგადოებისთვის მიწოდებული და შემდეგ ეს არის კიდე ერთი მცდელობა. რა იყო წინაღობები? მაშინ გვახსოვს კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, გამოიკვლია, თქვა რომ არანაირი კარტერული გარიგება არ იყო შედარებით მაღალი ფასნამატები, შეხვდნენ რიტეილერებს და დასრულდა ესკრება ისე რომ გარკვეულ პერიოდით იყო მხოლოდ რიტეილერებს. ეხლა რიტეილერებით რატო დაიწყო ეს ყველაფერი გულწრფელად გეტყვი. ჩემი ინიციატივა მაშინ იყო რომ ადგილობრივი მეწარმეობა დაგვეცვა. გამომდინარე იქიდან რომ ადგილობრივი მეწარმეები მართლაც არიან შეზღუდული სწორედ იმ გადასახადებით, რა გადასახადებსაც რიტეილი უწესებს. მე არ დისტრიბუციის ასოციაცია რა შვება ამ მიმართულებით, მაგრამ იხჩვებიან ადგილობრივი მეწარმეები. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც ადგილობრივი მეწარმეს, რომლის კაპიტალი არის ძალიან მცირე და რომელიც ძალიან წვალობს, რომ რამოდენიმე თანამშრომლის შეინახოს და ასე შემდეგ. როდესაც უწევს შესulis გადასახადის გადახდა. ანუ სანამ სუპერმარკეტი უფლებას მისცემს, რომ მან პროდუქტი შეიტანოს, მან ამისთვის გადასახადი უნდა გადახდოს. ხშირად არის ხოლმე თაროზე განთავსების გადასახადი. ეს კიდე შესაბამისად მძიმე წვირთია მისთვის. შემდეგ არის cashback-ი, შემდეგ არის გაუწილად მათთვის, იმიტომ რომ მათი პროდუქცია გამოსაჩენ ადგილას იქნება უფრო მეტი შესაძლებლობა ხდება და გააჩნიათ ჩვენ როგორ შევხვდეთ. ნახეთ ჩვენ უყურებთ მხოლოდ და მხოლოდ ბაზრის ლოგიკით. ესე არ არის. ქალბატონი მახსენე ხარ რაშიც ვეთანხმები, რომ ესე იგი ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმპორტზე. თუ ჩვენ ხელი არ შევუწყეთ ადგილობრივ მეწარმეობას და ადგილობრივ წარმოებას, სურსათი იყოს ყველაფერს თავიდან სხვა რამეს ვერ ვაწარმოებთ, ხო? აქედან გამომდინარე, ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვიქნებით, რომ ნებისმიერი რყევა მაგალითად ვალუტის მიმართულებით, ხო? პირდაპირ პროპორციულად აისახება შემდეგ სურსათის ფასებზე. რადგან შესაბამისად ჩვენ უზრუნველები ვიქნებით დოლარში ნაყიდი ესე იგი პროდუქტი გავყიდოთ აქ ლარში და თუ ლარი გაუფასურებთ დოლართან მიმართებაში, ეს გაუძვირებს ამიტომ ადგილობრივი წარმოების განვითარება არის აუცილებელი. ჩემი პერსპექტივა ამ კანონის ინიციირებისთვის იყო მსგავსი, ერთად გვიმუშავია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. დისტრიბუტორთა ასოციაციის მოსაზრებები სხვა არის, ისინიც თქვათ აი ამ რიტეილის ზეწოლას განიცდიან, მაგრამ ერთ რაღაცაზე დავასრულებ. ნახეთ, ფას წარმოქმნა არის ძალიან ისეთი საკითხი. ეხლა იყო DGG-ზე ლაპარაკი. რომ თქვა DGG გავაუქმებთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ DGG არის ღარიბების გადასახადი. ეს არის ღარიბების გადასახადი. რატო? აი წარმოიდგინეთ, ახლა ვისაც 5000 ლარი აქვს და ყიდულობს მაგალითად ყველს, ისიც შესაბამისად იხდის იგივე თანხას და ვისაც 1000 ლარი აქვს, ისიც ახლა წარმოიდგინეთ მისთვის რამხელა ეს გადასახადი, ვისაც 1000 ლარი აქვს შემოსავალი და 5000 ლარი ვისაც აქვს შემოსავალი, შეიძლება ის ამას ყურადღებას არ აქცევდეს, გესმით? DGG რო შევანციროთ, ყოველთვის ამას ვამბობ და მაგალითად სურსათის პროდუქტზე, მაგრამ მე ეს ყველაფერი ხომ უნდა დავაბალანსოთ რაღაცით. ნახეთ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საგადასახადო სისტემა რაში არის ყველაზე დიდი პრობლემა? ჩვენი საგადასახადო სისტემა ეფუძნება ძირითადად DGG-ს, ეს არის დაახლოებით 43-45%, სამოსავლო გადასახადის არის 1/3-დან გამომდინარე შემდეგ დაახლოებით 25-27-30%-მდე არის და შემდეგ სხვა გადასახადები. ეხლა წარმოიდგინეთ DGG რო შევამციროთ, რაღაცით ეს ყველაფერი უნდა დავაბალანსოთ, ხო? მაშინ როგორც ყოველთვის ვამბობდი კიდე ერთ ამას გასგავსო, მაშინ და პროგრესული გადასახადი შემოვიღოთ. მაგალითად, რომ გაუზარდოთ მაღალ შემოსავლიანებს საშემოსავლო გადასახადი და დაბალ შემოსავლიანები გავათავისუფლოთ გადასახადიდან. გესმით? ეს თანხა რაღაცა უნდა დააბალანსოს, იმიტომ რომ საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან. თქვენ წარმოიდგინეთ OECD-ის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო დანახარჯი ბიუჯეტიდან, ანუ მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში არის 39-41%. ჩვენთან ნახეთ რამდენია 29-30%-მდე მერყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ DGG გავაუქმოთ, თქვა ამ მიმართულებით წავიდეთ. თუ არ დავაბალანსეთ, საერთოდ ესე იგი ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი ექნება ძალიან დაბალი. რა არავის არ მოხმარდება და არავის არ ეყოფა. აქედან გამომდინარე, ამას ძალიან ისეთი საღათ უნდა შევხედოთ და სისტემურად უნდა შევხედოთ. ხო, გაუქმებაზე მე მგონი არ იყო საუბარი, აქ საუბარი იყო, რომ იგივე რძის პროდუქტზე თუ პურზე თუ ასეთი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იყოს დივერსიფიცირებული სოციალურ პროდუქტებზე და იყოს მაგალითად ეს რაღაცით უნდა დაბალანსდეს. იქ იაფიღი
აღიღირს იქ სხვა ტიპის გადასახადი არსებობს და ისიც ალბათ გასათვალისწინებელია თუ მე კარგს ვყიდულობ და ორდლარს ვიხდი სასამოსალოს სახით ხო ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ სუბსიდიების ნახეთ ევროკავშირის ესე იგი ბიუჯეტის 1/13 მიდის სოფლის მეურნეობის სუბსიდიაზე ხო ჩვენთან ეს სპორადული სუბსიდიის ესე იგი მექანიზმი გვაქვს რომელიც გულწრფელად რო გითხრათ ბევრს არაფერს ხმარდება ხო აქედან გამომდინარე აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი მარტო ევროკავშირი არ რუსეთის ასუბსიდირებს საიდანაც ჩვენ პროდუქცია მოგვთ თურქეთი ხო ასუბსიდირებს თავის პროდუქციას და უკრაინაც ასუბსიდირებს ჩვენ ვართ ერთი ქვეყანა რომელსაც გადავწყვიტეთ რომ ყველაფერი მივანდოთ ბაზარს და თვითონ ესე იგი ისეთ ფასებს შექმნის რომელიც მისაღები იქნება ყველას ვისაუბროთ თქვენ შესაძლებლობაზე თქვენ გამოსავალზე რას თავაზობთ და იქამდე სანამ რეკლამაზე გავალთ ლაშასაც მინდა რომ შეფასება ვკითხო პირველ რიგში რა გაიგეთ გუშინდელი განცხადებიდან ამდენად როგორ აფასებთ საერთოდ საგამოძიებო უწყებების ჩართვას ამ პროცესში და ამ მიმართულებით პრემიერის განცხადებას კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ გუშინდელ განცხადებაში მეთითებულ პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ გაუკეთებია დისტრიბუტორთა ასოციაციას განცხადება, რომ ეს პრობლემები არსებობს, ეს პრობლემები რეალურად აფერხებს ამ პროცესებს და რა თქმა უნდა ზეგავლენას ახდენს ფასებს და ამ ნაწილში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც გასულ წლებში რომელზეც წეღანახსენა ბექამ, როდესაც დაიწყო მუშაობა, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ეს ურთიერთობა დარეგულირებულიყო დღიდან დაარსებისა. იმიტომ რომ ეს აწუხებს არა ადგილობრივ წარმოებელს, არამედ ყველა სადისტრიბუციო კომპანიას, მიუხედავად რა პროდუქტიც არ უნდა გააჩნდეს, მას იქნება ეს პირველადი მოხმარების თუ სხვა ტიპის პროდუქცია. ეს პრობლემა დგას, მაგრამ ეს პრობლემა, ამ პრობლემის რეგულირება რა თქმა უნდა დადებით როლს ითამაშებს, მაგრამ ეს არ გადაჭრის იმ სხვა პრობლემებს, საიდანაც გამომდინარეობს ეს ფასი. ჩვენ და სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ მაღალ ფასნამატზე და ეს ფასნამატი ნამდვილად ესე არის და მაღალია, შეიძლება უფრო მეტიც იყოს, მათ შორის რაც არის მითითებული, გარდა იმ პრობლემისა, იმ არსებული, რაზეც გაკეთა განცხადება პრემიერმა ქსელებთან ურთიერთობისა, სხვა ყველა ხარჯიც ეზრდება ამ შემთხვევაში, როგორც რითეილს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიას. და ეს დროთა განმავლობაში ეს ხარჯი სისტემატურად იმატებს და იმატებს პროდუქციის ფასით. არავის მიზანი არ არის გაზარდოს პროდუქცია, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ მოსახლეობის მყიდველთუნარიანობა დაბალია და ეს გაყიდვებიც გარკვეულწილად ამა თუ იმის. მე არ ვსაუბრობ ხა ისეთ პროდუქცია, რაც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია და უნდა მიიღოს სხვა ტიპის პროდუქციას. თუ ჩვენ საუბრობთ საგამოძიებო მემართულებით, ანუ სიმართლე გითხრათ, ჩვენს ბუნდოვანი იყო რა უნდა შეისწავლოს მაშინ, როდესაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის კონკურენციის სააგენტო, რომელსაც შეუძლია მოკვლევა დაიწყოს ამ მემართულებით, გაატაროს შესაბამისი სანქციები, ჯარიმები. ალბათ გუშინაც განვაცხადეთ, რომ ერთ-ერთი საკვლევი ის არის, რატომ შეჩერდა 2 წლის წინ დაწყებული კანონის განხილვა და რა გამოიწვია იმ პროცესების გაჩერება, რომელიც ფორს-მაჟორულ რეჟიმში დაიწყეს და ჩვენ მაშინ პირიქით საუბრობდით, რომ ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ რითეილიც არ დაზიანდეს, იქ რაღაც მწარმოებელი სადისტრიბუციო კომპანია მთლიანობაში მოდი ეს პროცესი კარგად შევაჯეროთ, თორე ყველაზე მეტი სურვილი გააჩნდა სადისტრიბუციო კომპანიებს და დღესაც გააჩნიათ, რომ ეს ურთიერთობა დარეგულირდეს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. რისი ევროკავშირის დირექტივაც არსებობს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის ეს რეგულირებული და სახელმწიფოს ჩაერია, იმიტომ რომ დაეცვა მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელი შეეწყო წარმოებლებისთვის და მათ შორის მომხმარებელზე ფასის მიმართულებით. რამ გამოიწვია ამის შეჩერება, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობდა, რომ ჩვენი მიზნის მიღწევამდე, რომ ეს რეგულირება შემოსულიყო, საკმაოდ მცირე დრო უნდა ყოფილიყო და საერთოდ დღემდე არ ვიცით თუ რა მოხდა და რა შეაჩერა ეს პროცესი და ალბათ ამ მიმართულებით ჯობია შესაბამისმა უწყებამ თუ იმსჯელებს, თორე სხვა მიმართულებით სიმართლე გითხრათ ვერ წხვდები და არ გგონია ზოგადად რომ ნებისმიერ ბიზნესთან სამართალდამცავების ენით საუბარი დადებიც მოუტანს ამ ბიზნეს ან მომხმარებელს. კონდეთ რაიმე წინასწარი კომუნიკაცია, რაიმე ფორმით ელოდებოდით გუშინ ამ განცხადებას იყო უძღვება წინ ჩვენ კონკურენციის სააგენტომ ზაფხულის განმავლობაში წერილობით მოგმართა და
და მოითხოვა ინფორმაცია იმ გადასახადების შესახებ, რაც არსებობს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებსა და მიმწოდებლებს შორის დაწესებული. ჩვენ მივაწოდეთ იმ პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია, რომ არსებობს გავსი ტიპის გადასახადები და შემდგომ უკვე კონკურენციის სააგენტომ შუალედური ფორმით დაადგინა, რომ შუალედური დასკვნა გამოცა, რომელიც შესაბამისადაც იყო იქ მითითება კონკრეტულ პროცენტებზე და იმაზე, რომ ეს ზეგავლენას ახდენს ფასზე საკმაოდ მნიშვნელოვანს. და დღესაც ვადასტურებთ ამას, რომ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, რა თქმა უნდა და ამიტომ გვინდა ჩვენ გვინდოდა ამას 10 წელი ამას ვითხოვთ, მაგრამ ეს ზეგავლენა, რომელიც ახდენს, არ არის გადამწყვეტი. მთელი რიგი სხვა პრობლემები დგას, რომელშიც სახელმწიფო თუ გადადგამს ნაბიჯს და ხარჯს დაუდგება, თუნდაც სექტორულად, ხო, იქნება იქ თუნდაც პარკირების ჯარიმების ნაწილი იყოს ავიღოთ ამ მთელი, რაც ფასზე ზეგავლენას ახდენს, ამერწმუნეთ, რომ მოქალაქე ამას იგრძნობს, მომხმარებელი ამას ფასზე იგრძნობს. თუ კომპანიას, რომელიც თვეში მხოლოდ იმიტომ, რომ პარკირებას ვერ უზრუნველყოფს, ჯარიმდება 20-30,000-ით და იმიტომ, რომ შეზღუდვის ზონიდან ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ იქ ვერ დააპარკინგა, იმიტომ რომ იქ სტანდარტის დაცვის კუთხით რაღაც პრობლემა შეექმნა და ამისთვის კიდევ დამატებით ჯარიმების სანქცია, მიდგომა უნდა შეიცვალოს და დაამერწმუნეთ, რომ ყველა იმ ხარჯის შემცირებით საბოლოოდ ეს მომხმარებელს დადებითად დაისახება და განსაკუთრებით იმ წარმოებლებზე, იმ მცირე და საშუალოზე, რომელზეც ბუნებაში ყველას კარგად უნდა იმუშაოს ამ რეგულაციამ და ხელი შეუწყოს მას. Ას თქვენი შეფასებით რა იყო ახსნა იმის, რომ შეჩერდა 3 წლის წინ ეს პროცესი და დღეს რატომ დაიწყო და რეალურად რა უნდა გაკეთდეს, რა შეიძლება იყოს ობიექტური გამოსავალი იმ მიზნისა, რა თუ ნამდვილად არსებობს ასეთი მიზანი ხელისუფლებაში. ვერ გეტყვით რა იყო შეჩერების საფუძველი, მე მგონი არის ჩვეულებრივად არსებობენ რაღაცა ბიზნეს ლობი ჯგუფები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით არ წმუნდებენ ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ან მათი პირადი ინტერესები დაზიანდება და ამას ითვალისწინებს ხელისუფლება, ან შესაბამისად, ესე იგი მთლიანად, ესე იგი ვერ იფუნქციონირებს ეს რეგულაცია და აქედან გამომდინარე არ იქნება ღირებული მისი მიღება. სხვათა შორის, კვლევაც გამოქვეყნა ამასთან დაკავშირებით, როდესაც დაინიცირდა ეს საკითხი და როდესაც საჯარო განცხადებები გაკეთდა, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გააკეთა კვლევა და მე მიგვირს, რომ მას ესეც სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ამ რეგულაციის მიმართ. მიუხედავად იმისა, ბევრ ქვეყანაში არსებობს ეს რეგულაცია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ ევროკავშირიდან არ დაწყებულა ეს ამბავი. ეს დაიწყო მე, როდესაც შევისწავლი იაპონიის და სამხრეთ კორეის მაგალითი, როდესაც მაშინ დავავალე ეს კონკურენციის სააგენტოს, რომ ეს შეესწავლა და იქ დიდი ხნის მიღებული იყო ეს რეგულაციები. ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის ამბავი. მაგრამ ეხლა გამოსავალზე ვისაუბროთ. გამოსავალი ცხადია რა არის? გამოსავალი არის ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, გაზრდა, სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება, კოოპერატივების გაკეთება, იმიტომ რომ თუ გადახედავთ თქვენ ევროპაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ეს არის კოოპერატიული სოფლის მეურნეობა, ხო? ეს არ არის რაღაცა ლატიფუნდიები და ერთი ფერმერი, რომელიც თელ სოფელს ფლობს და ასე შემდეგ, ხო? ამის ხარდაჭერა, რომ ადგილობრივმა ესე იგი სასურსათო პროდუქტმა ჩაანაცვლოს შესაბამისად იმპორტირებული. შემდეგი თუ საუბარი იქნება გადასახადის შემცირებაზე, გინდას დიფერენცირებულად, მაგალითად საცხოვრებლად მნიშვნელოვან პროდუქტზე, მაშინ ეს რაღაც უნდა დაბალანსდეს და ეს ამ შემთხვევაში იქნება ან მოგების გადასახადი, ან საშემოსავლო გადასახადი, ოღონდ პროგრესული მიმართულებით, ხო? რაც იქნება სამართლიანი ამ შემთხვევაში ან დანაკლისის ბიუჯეტი დანაკლისის დაბალანსებისა და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ეს რეგულაცია რიტეილების, იმიტომ რომ აქ საუბარი არის ხოლმე, რომ იცით რა, მათი მოცვა არ არის ძალიან დიდი და ასე შემდეგ, ხო? გეოგრაფიულად რო შევხედოთ მაგალითად, ხო? თბილისში თითქმის ადგილი არ არსებობს, სადაც სხვა ალტერნატიული, ესე იგი, ბაზარი იქნება, სადაც ადგილობრივი მეწარმე თუ იმპორტიორი ამ შემთხვევაში შეიტანს თავის პროდუქტს. აქ როგორ არის, ნახეთ, იმდენად ძლიერი მოლაპარაკების პოზიცია აქვთ რიტეილერს, რომ ნებისმიერ პირობას უკარნახებენ როგორც მეწარმეს ადგილობრივს, ისე შესაბამისად წარმოებელს ან შემონტანს ან იმპორტიორს, რომ განათავსონ მათი პროდუქტი დახზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე არის ლაპარაკი, როდესაც იყო ეს ერთი კომპონენტია, ოღონდ ეს უნდა გავაცნობიეროთ რა. ამ რიტეილების ამბის მოგვარებით არ მოგვარდება ცალსახად არაფერი რა. ბევრი სხვა რეგულაცია უნდა შემოვიდეს, მაგრამ რაც შეეხება თვითონ რიტეილების ამბავს, ეს წმინდა უსამართლო
სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის თვალსაზრისით უნდა გაკეთოს ეს რეგულაცია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ნახეთ, მე როგორც მეწარმეს ალტერნატივა საერთოდ არ მაქვს. სადმე რომ გავყიდო ჩემი პროდუქტი. ერთადერთი ადგილია, რადგან მათი გეოგრაფიული დაფარვა და არის ამხელა, ერთადერთი ადგილი რომ მასთან მივიდე. მას აქვს ძალაუფლება მე ნებისმიერი პირობა დამიყენოს. ან შესაბამისად მე უნდა შევწყვიტო მუშაობა, ან უნდა დავაქვემდებარო თქვათ მის მოთხოვნებს. ხო, აქედან გამომდინარე, ხშირად იძულებული ხდები, ან შევამცირო ჩემი წარმოება, ან საერთოდ გავიდე ბაზარში. არაქსელურ მაღაზიაშიც იგივე ფასებია ხოლმე და ესეც არის. არაქსელურ მაღაზიაში იგივე ფასები, იმიტომ არის რომ მოცულობა არაქსელური მაღაზიის პატარაა და ის ამფას თუ არ დაადებს, შესაბამისად ესე იგი ის ვეღარ გადარჩება. მადლობა, ბექა სულ ორი სიტყვით ლაშა თქვენი გამოსავალი და უნდა დავასრულოთ განმარტებაც. გამოსავალთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეს რეგულაცია, რაზეც არის საუბარი და რასაც ჩვენ ვითხოვდით და რაზეც პრემიერმა გააკეთა განცხადება მათ შორის, ეს ვერ იქნება პრობლემის არსებითად გადაჭრის გზა. ამ რეგულაციასთან ერთად გვჭირდება სიღრმისეული და კომპლექსური ნაწილი კვლევა, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ხედვა, როგორ ხედავენ ისინი შესაძლებლობებს მიდგომის კუთხით თუნდაც იქნება ნებისმიერი ტიპის სტანდარტის დაცვა, მათ შორის რომელიც შეიძლება შემოდიოდეს ნებისმიერი ტიპის პროცედურულ საკითხებში გაზრდილი ხარჯები და ასე შემდგომ, ანუ სად შეიძლება მოახდინოს ხარდაჭერა ბიზნესის მინიმუმ იმ კომპანიების, რომლებიც ახორციელებენ და საუბარი ალბათ ამ მიმართულებით იმეც ვიქონიებთ, რომ იქნება გაგრძელება. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ბექა ნაცმიშვილი პოლიტეკონომისტი იყვნენ ჩვენთან ერთად.